ინდისის პატიმრების საქმეების განხილვა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდებული 8 დემონსტრანტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს დასკვნითი სიტყვით ადვოკატები მიმართავენ. შემდეგ ჯერი უკვე ბრალდებულებზე იქნება. განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მომავალ კვირაში გამოაცხადებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პოეტ ზვიად რატიანისა და ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ანტონ ჩეჩინის საქმეების განხილვაც. ჩეჩინის ვერდიქტით შესაძლოა მომავალ კვირაში გამოცხადდეს, რადგან ბოლო ეტაპზეა. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება და მოგუყვება რა ხდება სხდომებზე. გიორგი, გისმენთ. სინდისის 8 პირის საქმეზე დღეს არის ბოლო დასკვნითი სასამართლოს სხდომა. დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ზვიად ცეცხლაძის ადვოკატები დასკვნით სიტყვას სიტყვიან, ასევე თავად ბრალდებულებიც ისარგებლებენ საბოლოო სიტყვის უფლებით და ამით უკვე ამოიწურება ამ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ერთადერთი რაც დარჩენილი იქნება, ეს არის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც ის სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს. ადვოკატები ყურადღებას დასკვნით სიტყვაში ამახვილებენ იმ მტკიცებულებებზე, მათი თქმით, ვითომ მტკიცებულებებზე, რომელიც მოიპოვა პროკურატურამ და რომელიც ვერ ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას. შესაბამისად, მათ აქვთ მოლოდინები, რომ ერთადერთი რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ეს არის გამამართლებელი განაჩენი, თუმცა დიდი მოლოდინები სასამართლოს ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაზე მათ არ გააჩნიათ. ადვოკატები ასევე საუბრობენ მოწმეებზე. ნიკოლოზ ჯავახიშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარის 5 მოწმე უდაოდ გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარე სრულად დაეთანხმა იმ მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც მათ სასამართლოს მისცეს. შესაბამისად, ეს ფაქტი უნდა გაიზიაროს სასამართლომ და მოსამართლემ. ეს მოწმეები კი რას ამბობდნენ? ამბობდნენ, რომ ბრალდებულები არიან უდანაშაულები და ის მუხლი, ის ბრალი, რაც პროკურატურას აქვს წარდგენილი ყველა მათგანისთვის, არის აბსურდული, რადგანაც მათ აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენიათ. თითქმის 9 თვე გავიდა, 4 სექტემბერს გადის 9 თვე ზვიად ცეცხლაძის დაკავებიდან. გამოძიების მანძილზე იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარემ გააგრძელა წინა სასამართლოს ნომის ვადა და უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც ფაქტობრივად სრულყოფილი გამოძიების შესაძლებლობისთვის ითხოვა ბრალდების მხარემ ეს ვადა. ამ ვადაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებებითაც გონიურულ ეჭვმიღმა სტანდარტი დაადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის და წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობას. სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებებიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალეულობას. შესაბამისად, ამ პირობებში სამართლიანი სასამართლოსგან ველოდებით მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი. სხვა შემთხვევაში ყველა მიღებული გადაწყვეტილება მიგვაჩნია, რომ იქნება დაუსაბუთებელი, რადგან გონიურულ ეჭვმიღმა სტანდარტით მტკიცებულებების წარუდგენლობა ავტომატურად იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და სწორედ ეს მოცემულობა გვიმდღეს. აქცენტებს გავამახვილებთ მხოლოდ ერთ საკითხზე და ეგ იქნება სიმართლე. რა სიმართლეც დადასტურდა ჩემს მიერ მოყვანილი 6 მოწმით, რომელიც ბრალდების მხარემ გახადა უდაოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სიტყვას, რომელიც გამოკითხვის ოქმში არის მითითებული დაეთანხმა, კერძოდ იმას, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს არავისთვის არ შეუქმნია საფრთხე და სამართალდამცავების მიმართულებით არანაირი პიროტექნიკა არ გაუსწრია. რაც შეეხება ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ის აუცილებლად ისარგებლებს საბოლოო სიტყვით. მე ვერ ვიტყვი წინასწარ ის რა განცხადებას გააკეთებს, ის თავისუფალია თავიდან ბოლომდე იმ სიტყვაში, რასაც იტყვის და ამას ყველანი მოვისმენთ სასამართლო დარბაზში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი გაიმართა. აქაც დასრულდა უკვე სასამართლო განხილვები, მხარეებმა დასკვნითი სიტყვების თქვეს. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს გაიმართება, სადაც თავად ანტონ ჩეჩინი ისარგებლებს საბოლოო სიტყვის უფლებით. ამის შემდეგ კი მოსამართლე ჯვებენ აჭყებია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებითაც.